ქალების ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს რეგიონებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც სტრუქტურული მიდგომა და მდგრადი მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ წარმატებით დაასრულა მასშტაბური პროექტი მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონებში მცხოვრები ქალების მეწარმეობაში ჩართვის წახალისებას, მათი ეკონომიკური რესურსების გაძლიერებასა და მდგრადი განვითარების გზაზე დაყენებას. პროექტის შედეგებზე მეწარმე ქალების პროგრესსა და გამოწვევებზე ქალების ნარატივში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა მამულაიძე ისაუბრებს, რომელიც ახლა გვერდდება პირდაპირ ეთერში. თამთა, მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის ჩვენთან გადაცემაში. პროექტის შესახებ უნდა დავიწყოთ საუბრით და ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდით, რომ ეს იყო მიმდინარე და წინ გქონდა ძალიან ბევრი გეგმა ამ ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი. როგორ შესრულდა ეს ყველაფერი, რა ნაბიჯები გადაიდგა ამ პერიოდის განმავლობაში და შემდეგ უკვე ცხადია ის მონაგარიც შევაფასოთ და შევაჯამოთ, რაც მიიღეთ ამ პროექტისგან თქვენ და რაც თავარია ქალმა მეწარმეებმა. დიდი მადლობა ლიკა, მივესალმები თქვენს მაყურებელს და მადლობა რომ მუდმივად ინტერესდებით. იმიტომ რომ ეს ის მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც ხშირად გვიწევს ხოლმე საუბარი, მახსოვს შარშანდელი ეთერი და რაც დავისახეთ მიზნად, პრინციპში ყველაფერი შევასრულეთ. შეიძლება ითქვას, რომ რამოდენიმე გამოკვეთილი მაგალითი იყო, თუნდაც ის რომ ანა, რომელიც კახეთში მეწარმეობას ეწეოდა, შეძლო და გახდა ტრენერი, რომელიც დაეხმარა მერე უკვე სხვა ქალებს. ეს იყო მენტორების მომზადება და ინდივიდუალური მენტორინგი, რაც სიახლე იყო ამ შემთხვევაში პროექტებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ 2018 წლიდან თანამშრომლობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და პერიოდულად სულ მუდმივად ვანახლებთ ხოლმე ინიციატივებს, თუ როგორ შეიძლება ქალებს დავეხმაროთ და ეს ფაზა განსაკუთრებული იყო იმით, რომ мотиваცია ავუმაღლეთ, იყო სხვა ტიპის აქტივობები, რაც აქამდე არ ყოფილა და მანამდე თუ ვასწავლით, როგორ დაეწყოთ ბიზნესი, დღეს ქალებმა შეძლეს უკვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა, გაცნობა და ასე შემდეგ. რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გადადგმული ნაბიჯია. ამასთან ერთად ქალებმა შეძლებს, რომ мотиваცია უმაღლეს სხვა ქალებსა და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ხშირად გვეკითხებიან, როგორ შეიძლება ჩაერთონ ამ პროექტში, როგორ შეიძლება რომ მიიღონ მონაწილეობა სხვა აქტივობებში და მაქსიმალურად მოქნილები ვართ, როგორც ჩვენ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება ბევრი ქალი საქართველოს რეგიონებში გავხადოთ უფრო მეტად წარმატებული და თავდაჯერებული. ეს იყო 12 მენტორი, ეს იყო 85 ქალი, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებში იყო ჩართული და გამოყოფდი პრინციპში აი ციფრული პლატფორმების მხარდაჭერით მათ გაძლიერებას, რაც ახალი ნაბიჯია და რამაც გვიბიძგა იმისკენ, რომ დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება უფრო მეტი ტექნოლოგია შემოვიტანოთ მათ საქმიანობაში და მათ მეწარმეობაში. ეს რომ ჩავშალოთ თამთა, რას გულისხმობს, ასე ვთქვათ, ციფრულ პლატფორმებთან ადაპტაცია? ეს იყო უშუალოდ ბიზნესის მართვის მიმართულებით თუ არა მხოლოდ მათ შორის, არ ვიცი, ბევრნაირი გზა შეიძლება მოუწებნო და გამოყენება დღეს სოციალურ ქსელებს, ხო? აი, თუნდაც მედიას და ამ ზოგადად ტექნოლოგიებს. რა ტიპის მხარდაჭერა გაუწიეთ ამ მიმართულებით და ვინ იყვნენ ზოგადად აი ამ პროცესებში ჩართული? ვისგან გადადიოდა ეს გამოცდილება და ცოდნა? საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ციფრული ტექნოლოგიები პრინციპში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო, რომ მაქსიმალურად სოციალურ არხებთან და მათ მართვასთან ქონოდათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ადვილად მიკვლევადი ყოფილიყვნენ სოციალურ ქსელებში. ეს იყო სხვადასხვა სოციალური არხი, მათი მართვა, ბუნებრივია და მეორე ელექტრონული კომერცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროდუქტის რეალიზაციის მიზნით. ძირითადად ჩვენ ისეთი ქალები გვყავს ჩართული ამ პროექტში, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქტს, ან ქმნიან სხვადასხვა სერვისს, როგორიც არის აგროტურიზმის მიმართულებით, ამიტომ ორი ძირითადი მიმართულება, ეს იყო ციფრული არხები, ელექტრონული კომერცияსაც შეუძლიათ, რომ მეწარმე ქალებმა გაყიდონ ღვინო, ეს ჩვენი ინიციატივა იყო და ძალიან ამაყები ვართ ამ მიმართულებით, რომ შესაძლებელია ერთ-ერთ წარმატებულ ციფრულ პლატფორმაზე ვიხილოთ მეწარმე ქალების ღვინოები და შევიძინოთ და მეორე ეს არის აგროტურისტული პლატფორმა ციფრული, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ობიექტებს, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის ობიექტებსაც აერთიანებს. აქ ვნახოთ უკვე აგროტურისტული ობიექტები. ასე რომ ჩვენმა ქალებმა ისწავლეს, როგორ შეიძლება რომ თავიანთი პროდუქტი
გახადონ უფრო მასშტაბური, მათ შორის გქონდეთ შესაძლებლობა რომ ექსპორტზეც გაიტანონ და ეს იქნება ალბათ შემდეგი ფაზა, ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში გავაგრძელებთ. აპლიკაციის ფორმა აქვს, რაღაცა პლატფორმა თუ ციფრული პლატფორმა. მარტივი შეუძლიათ რომ სხვა ქალებსაც ან მოქმედია ახლა და რაღაცა წვდომა შეიძლება რომ ვინც ახლა მეწარმე გვისმეს, მასაც გაუჩნდეს სურვილი და რაღაცნაირად დაგიკავშირდეთ. კი, ჩვენ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია, სწორედ სოციალურ არხებში გასული ინფორმაციის შედეგად ინიციატივა ქალებისგან წამოვიდა, თუ შეიძლება რომ ღვინოს გარდა გავყიდოთ ჩაიც, რომელიც ასევე აქტუალურია ქალი მეწარმეებისთვის, იმიტომ რომ პირველ ნაკადში 2018 წელს, როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მე ჩაიე ქალები ყავდა და ჩვენთვისაც სიახლე იყო ამ მიმართულებით და მუდმივ კავშირში ვართ და ჩართულ აქტორებს, როდესაც საუბრობთ, ყველაზე დიდი მიღწევა მე ესე მგონი ამ პროექტის არის ის, რომ 2018 წელს კი დავიწყეთ, მაგრამ წელსაც ჰქონდა, არ ვკარგავთ კომუნიკაციას, არ ვკარგავთ ურთიერთობას, მუდმივად ეს პულსზე ხელი გვიჭირავს, რომ ვიცოდეთ რა საჭიროებები აქვთ მათ და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი მარგალიტი, რაც წამოვიღეთ ამ პროექტიდან, რომ მუდმივად კავშირზე ვართ, ვისმენთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხარი დავუჭიროთ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გარდა ბუნებრივია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცენტრალური აზიის და ევროპის სათაო ოფისიც გვერდით გვიდგას, იმიტომ რომ ერთ-ერთი სასწავლო ვიზიტი სტამბულში იყო ზუსტად, რაც ჩვენი მიზანი იყო პროექტის გუნდის, რომ ქალებს პრაქტიკებმა დაფარა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის მიღმაც. ესეც ახალი ინიციატივა იყო, კი, ბევრი ვიმუშავეთ ამაზე, ბუნებრივია არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რაღაც აქტივობების გადახედვა მოხდა, რაღაც შევცვალეთ, მაგრამ დიდი მხარდაჭერი ჩვენ ეს შევძელით, რომ 10 ქალი მეწარმე გავიყვანეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ვანახეთ, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ზოგადად ბიზნესი და აგროტურისტული ობიექტების მართვის მექანიზმები, შეიძლება ტრადიციულ ბიზნესზე ვსაუბრობთ, არ არის ძირითადად ტექნოლოგიური, მაგრამ როგორ შეიძლება რომ აქციო აგროტურისტული ობიექტი ბევრად უფრო სანახაობრივი, როგორ შეიძლება რომ დივერსიფიცირებული გახადო ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება რომ ქალები შემოიერთო და მაქსიმალურად გააფართოვო შენი ქსელი, აი ესეც იყო სიახლე, რაზეც მინდოდა მესაუბრა და ისეთი მოტივირებულები დაბრუნდნენ და იმის შემდეგ ფაქტიურად ყოველდღიურ კომუნიკაციაში ფიქრობდნენ რომ რა შეიძლება დავამატო, როგორ შეიძლება შევცვალო ჩემი აგრობიზნესი და ეს არის ალბათ მიღწევა, რაც შეძლეს, რაც გაავრცელეს თან თავიანთი სოციალური ქსელების საშუალებით და ეს იყო სიახლე, აი ამ პროცესში ჩართვისთვის, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ იყოს კოლაბორაციული მიდგომა და გარდა დონორი ორგანიზაციისა, კერძო ბიზნესებიც ჩავრთოთ და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ვფიქრობ, რომ ამ მოდელს აყალიბებს, სადაც შეიძლება, რომ დონორ ორგანიზაციასთან ერთად კერძო ბიზნესიც იყოს ჩართული ამ მხარდაჭერის მიზნით, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად გახადოს ძლიერი ეს მიმართულება, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, იმიტომ რომ კი, ქალებს ისევ სჭირდება გაძლიერება რეგიონებში და ამ მიმართულებით მუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ხელი არ შეგვეშლება და გავაგრძელებთ ისევ მართალია ცოტა სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო სტატისტიკა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებიც იმაზე მეტყველებს, რომ ქალებს ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებით კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ გაძლიერება და ვფიქრობთ, რომ სწორედ ტექნოლოგიების, აგრარულ ტექნოლოგიების მიმართულებით იქნება უკვე შემდეგი ფაზა, რაზეც ვიმუშავებთ ქალებთან. ესე იგი, აციფრულებთ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას უშუალოდ თქვენს დარგს, არამედ რაღაც მომიჯნავე და არა მხოლოდ ხო იგივე ტურიზმის ინდუსტრიას მათ შორის და ასე შემდეგ. ანუ ეფექტი ეკონომიკური თვალსაზრისით არის არაერთ სექტორულზე, არამედ მულტისექტორულზე, რომ შემდეგ ამ ქალებისგან ბენეფიტს მიიღებს სხვადასხვა ინდუსტრია თავისებურად, ხო ალბათ. და ამ შემთხვევაში, აი ბიზნესის ჩართულობა ახსენეთ და მნიშვნელობა და როლი. რა პრეცედენტები იკვეთება, თუ გამოიკვეთა მათ შორის აი ამ პროექტის ფარგლებში, რამდენმა ქალმა მიიღო სუბმონაწილეობა, ისიც დავაზუსტოთ და ბიზნესის ინტერესი როგორი არის კოლაბორაციის ნაწილში ქართულ ბიზნესს გულისხმობს ხარ? 85 ქალი იყო, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ეს სიკეთეები მიიღო ამ პროექტის ფარგლებში. რთულია კერძო ბიზნესის ჩართულობა, იმიტომ რომ მათი ინტერესი გარდა სოციალური კორპორატიული პასუხისგებლობისა უნდა იყოს ფინანსური დაინტერესებაც, მაგრამ ამ ფაზაში იყო ეს პრეცედენტი, როდესაც ეს დამოუკიდებელი ციფრული პლატფორმები, როგორც კერძო ბიზნესები გახდნენ აი ამ პროექტის მონაწილეები, რასაც agrogate.world, აგროტურისტული ციფრული პლატფორმა, და სადაც მეწარმე
ქალების ღვინოები იყიდება. ეს იყო ორი კერძო ბიზნესი, რომელიც დაინტერესდა და ჩვენთან ერთად ჩართული იყო ამ პროცესში და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება მაგალითი სხვებისთვისაც, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, მომიჯნავე სექტორების გაძლიერება, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ტრადიციულ სექტორზე ვსაუბრობთ, როგორც აგროსექტორია და პრინციპში იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიურ ერაში ვართ, ტექნოლოგიების გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია, ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველა მომიჯნავე სექტორი ჩავრთოთ ამ პროცესში და ეს დივერსიფიცირებულადაც, კოლაბორაციულადაც მივუდგეთ ამ სექტორების გაძლიერებას და ეკონომიკური თვალსაზრისით ალბათ უკვე შესაბამისი ექსპერტების დათვლის საგანია, თუ რა პროცენტებს გამოიყვანენ ამ შემთხვევაში, რა შედეგი, რა დადებითი შედეგი მოახდინა. თუმცა მარტო ამ პროცესში ჩართვაც საკმაოდ რთულია და რაც უფრო მასშტაბური გახდება ეს პროცესი და რაც უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია იზრუნებს იმ ყველაფერზე, რომ ეკონომიკური თვალსაზრისითაც მაქსიმალურად დადებითი ეფექტი მოვახდინოთ ამ მომიჯნავე სექტორებში ტექნოლოგიური ჩართვის კუთხით, ქალების გაძლიერების კუთხით, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო თვალსაჩინო ციფრებს მივიღებთ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ საჭიროა ეს ყველაფერი. რას გვიხატავს სურათი რეგიონებიდან? გამომდინარე იქიდან, რომ დაფარვა გქონდოთ თითქმის სრულად, ხო, თუ არ ჩავთვლით ადგილებს, სადაც არც მეწარმეობა არის განვითარებული და ის იმგვარად, რომ რაღაცა გაციფრულებაზე იყოს საუბარი და შედარებით მიუვალ ადგილებს გულისხმობ, ალბათ სხვა მხრივ ცენტრალურ რეგიონულ ცენტრებშიც გქონდათ სრულად დაფარვა და გექნებათ შესწავლილი, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისე დასავლეთ საქართველოს და ასე შემდეგ. რა სურათი იკვეთება, რომელ რეგიონში არის უფრო მეტი მიმღებლობა, უფრო მეტი ცნობიერების დონე, მათ შორის ტექნოლოგიებთან მიმართებით და უფრო დიდ გამოწვევებს აწყდებოდით და ზოგადად დედაქალაქთან შედარებით, რამდენად არის სხვაობა აი ამ რაღაცა ციფრულ რეალობასთან აყოლის თვალსაზრისით? აქ ალბათ ისეთი ფაქტორები მუშაობს გარდა ადგილმდებარეობის ალბათ ასაკობრივი ჭრილიც, ესე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რომელი რეგიონი უფრო მეტად წინ წასულია ციფრულ ტექნოლოგიების კუთხით, იმიტომ რომ შერჩევის კრიტერიუმები ისეთი გქონდა, რომ პრინციპში თანაბრად იყო გადანაწილებული და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე რეგიონი არ დავფარეთ, იმიტომ რომ მაღალმთიან რეგიონებიდანაც ყავდა მეწარმე ქალები. განსხვავება დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ბუნებრივად დიდი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტიზაცია შეიძლება ყველგან არ იყოს და ხელმისაწვდომობა უბრალოდ ინტერნეტთან ან ჭკვიან ხელსაწყოებთან უფრო ნაკლებია, თუმცა ათვისების თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ мотиваცია ყველაზე მეტად მუშაობს და იმდენად მოტივირებული მეწარმე ქალები იყვნენ, რომ პირობითად თუ არ ყოფნიდათ ტრენინგის საათები, მენტორების კონკრეტული ჩართულობა, ოჯახის წევრებს გვერდით იყენებდნენ და მათაც ჩვენი დახმარებით ხშირად ყოფილა, რომ ეს ოჯახური სესია მოგვიწყვია და დავხმარები ვართ, რომ აი შეიძლება მარტივად აეთვისებინათ ციფრული ტექნოლოგიები. კი, მიდის აქეთკენ გზა, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ითვისებს ციფრულ ტექნოლოგიებს, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ვიცოდეთ, მათ რა საჭიროებები აქვთ და აქედან გამომდინარე შევეცადოთ, რომ კონკრეტული ცოდნა მივაწოდოთ და არა ზოგადი, იმიტომ რომ ეხა უკვე ისეთ პერიოდში ვიმყოფებით, რომ მათი ბიზნესიდან გამომდინარე კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული უნდა იყოს და სწორედ ამიტომ ეს მენტორინგი, რაც შემოვიღეთ ახალი პრინციპი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, ამან იმუშავა და ეს ხაზი უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ზოგადი ცოდნა ალბათ ძალიან მარტივი მისაღებია მათ შორის ჩვენი ქალებისთვისაც და კონცენტრირებულად, მოკლედ, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ციფრული ცოდნა უნდა მივაწოდოთ ქალებს. და თამთა ბოლოს შევაჯამოთ ის შედეგები, რაც მიიღეთ თქვენ და მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ დროში შეზღუდულები ვართ, აქვე მეორე კითხვას გავაერთიანებ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის როლი და ჩართულობა ამ ყველაფერში და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია აი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთ კოლაბორაციას აკეთებს უკვე დონორ ორგანიზაციასთან და რამდენად დიდი ძალისხმევა, რესურსი, ეს იქნება ინტელექტუალური თუ ფინანსური თუ ადამიანური და ასე შემდეგ იყო ამ ყველაფერში მათი მხრიდან ჩადებული. ბოლო კითხვიდან დავიწყებ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მათ გარეშე შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, მათი კრიტერიუმების გარეშე, მათი ცოდნის გარეშე, იმიტომ რომ პროექტის გუნდიც ხშირად არის ხოლმე თვითონ დონორი ორგანიზაციების ტრენინგების მონაწილე, რომ მაქსიმალურად უახლესი ინფორმაცია ვიცოდეთ, ის გამოწვევების შესახებ გქონდეს ინფორმაცია, რაც საერთაშორისო ბაზარზე არსებობს, აქედან გამომდინარე მუდმივად განახლებული ინფორმაციით შეიარაღებულები ვართ და აქედან გამომდინარე
უკვე ვატრენინგებთ ხოლმე ამ ქალებსაც შესაბამისად, ამიტომ დონორი ორგანიზაციების როლი ძალიან დიდია, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის და თუ სტატისტიკასაც გავითვალისწინებთ, როგორ სჭირდებათ პირობითად რეგიონებში და რეგიონულ განვითარების კუთხით დონორი ორგანიზაციების ჩართულობა, როგორც ინტელექტუალური, ფინანსური თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი მათი მხარდაჭერა და შესაბამისად იმ საბოლოო შედეგებზე, რაზეც ახლა გავედით ამ ფაზის გათვალისწინებით, ეს არის უკვე მოტივირებული 85 ქალი, კიდევ უფრო მეტად მოტივირებული 12 მენტორი, ტრენერი, რომელმაც ისიც კი შეძლო, რომ თავდაპირველად ყოფილიყო მეწარმე და ახლა უკვე შეუძლია, რომ სხვა მეწარმეებს დაუდგეს გვერდით, უფრო მეტად შეიარაღებული ცოდნით. ეს იყო საერთაშორისო ვიზიტი, რამაც გვაფიქრებინა, რომ შეიძლება გაგრძელდეს ეს ურთიერთობა არა მხოლოდ ჩვენი ჩართულობით, არამედ დამოუკიდებლადაც შექმნან ეს ქსელი სხვა მეწარმეებთან ერთად. ეს იყო ის ციფრული მხარდაჭერა, რაც მათთვისაც სიახლე იყო და რა თქმა უნდა ის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები, რაც გვეუბნება, რომ არ უნდა გავჩერდეთ და იმედი მაქვს, რომ არ გავჩერდებით და სპეციფიურ ცოდნაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ ქალებთან ერთად. ალბათ ძირითადად ეს არის, რის თქმაც მინდა და მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა თამთა წარმატება და იმედი მაქვს ამ თულს უკვე სხვა სახის და სხვა ფორმით და შინაარსით ვიხილავთ გაგრძელებულ პროექტებს, რომელიც იქნება ქალების და არა მხოლოდ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, რასაც პრინციპში წლებია ახორციელებს კიდეც ფერმერთა ასოციაცია სხვადასხვა გზით და მექანიზმით. მადლობა თამთა მამულაიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენთან ერთად.